ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ჩინეთის ქალაქ ვუხანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა. საუბარია ახალ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე. მატარებელი დატვირთულია მსუბუქი მექანიკური აღჭურვილობით, სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საქონლით. ტვირთის საერთო ღირებულება კი 14.92 მილიონი იუანია. მატარებელი საქართველოში 18 დღეში ჩამოვა. საქონლის ტრანსპორტირებისას გამოიყენება მულტიმოდალური სქემა, რკინიგზა, სხვა რკინიგზა. შემადგენლობა ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი აქტაუს ნავსადგურში ბორანზე გადაეტვირთება. შემდეგ გაივლის კასპიის ზღვას, საიდანაც ჩავა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, რის შემდეგაც საქართველოში, თბილისსა და ფოთში სარკინიგზო გზით ჩამოვა. ეს არის ახალი ტრანსკასპიური კავშირი ვუხანსა და საქართველოს შორის. საქართველო, რომელიც გეოგრაფიულად აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის კვანძია, ევროპისა და აზიას შორის მნიშვნელოვანი კარიბჭის როლს ასრულებს. აღნიშნული მარშრუტი კი აძლიერებს ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებს ხუპეის პროვინციასა და საქართველოს, თურქეთსა და მათ მეზობელ რეგიონებს შორის. მატარებელს საქართველოში 11-12 ივნისისთვის ელოდებიან.